საინტერესო ვიდეო ბლოგის ჩაწერისათვის ვემზადებოდი გულახდილად გეტყვით, მაგრამ უცებ აღმოვაჩინე, რომ ოთახში სადაც ახლა ვარ, ფორმულაში ვარ, აღმოვაჩინე ორი წიგნი. სოლვეი ბალეს დროისა და სივრცის მიღმა და დათო ტურაშვილის პარიზის ქართული სიზმრები. ნებისმიერი მათგანი შემიძლია გადავშალო, ნებისმიერი. ავიღო ერთი წინადადება საწყისად, საფუძვლად, ერთი სიტყვა, ერთი წინადადება მაქსიმუმ და იმაზე ავაგო ჩემი შემდგომი მსჯელობა. გამიჭირდება ცოტა გულახდილად გეტყვით, თუმცა სამოდო ჯამში მოვახერხებ, იმიტომ რომ ის ქართულ სინამდვილესთან კავშირში არ არის. სოლვეი ბალეს დროისა და სივრცის მიღმა, ამიტომ მაინც გავიმარტივებ და დავით ტურაშვილის ნებისმიერ აბზაცს შემოგთავაზებთ. მაგალითად, ხო? თქვათ 92 გვერდი. პარიზის ქართული ეკლესია. არის სევდიანი, პატარა და მშვიდი. იქ არის სიჩუმე და ისტორია. დაარსეს ქართველმა ემიგრანტებმა 1929 წელს წმინდა ნინოს სახელზე. ემიგრანტების უმრავლესობა მაშინ სოციალისტები იყვნენ, მაგრამ მათი ნაწილი მაინც ფიქრობდა, რომ პარიზში ქართული ეკლესიის გახსნა არ იყო ცუდი იდეა. წერს დათო. მეტიც სოციალ-დემოკრატი იყო ვლასამ გელაძეც, რომელმაც 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ აირბინა მთაწმინდაზე და ეკლესიის სამრეკლოს ზარები დარეკა სიხარულის ნიშნად. მერე მივიდა ილია ჭავჭავაძის საფლავთან 1907 წელს. მოკლეს ილია, ისიც თქვენ, ანუ დამოუკიდებლობას ვერ მოესწრო. საფლავთან და ხმამაღლას ჩასძახა ილიას. გიხაროდეს საქართველო გათავისუფლდაო. მერე აკაკისაც ჩასძახა, იგივე და მერე ვაჟასაც. ვერც აკაკი და ვერც ვაჟა ვერ მოესწრნენ დამოუკიდებლობას. 1915 წელს გარდაიცვალა ორივე მათგანი. სხვა შორის ვაჟა-ფშაველა გარდაიცვალა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში 3 წელიწადში 8 თებერვალს, დღეს რა რიცხვია 6 თუ არ ვცდები და 6. 8 თებერვალს დაარსდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მელიქიშვილი, ჯავახიშვილი, იცით თქვენ, დიდი ამბებია, დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე დაარსდა. 1915-ში 3 წლით ადრე იქ გარდაიცვალა ვაჟა-ფშაველა. ამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს კი გაუქმებას უპირებს, ამ ისტორიას გაუქმებას უპირებს რუსი ბიძინა ივანიშვილი, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი. და გაუქმებას უპირებს და ვინც ის იქნება პირველი ხსენებული კორპუსი და მეორე კორპუსებიც კი გაყიდოს რომელიმე MR ჯგუფზე თუ რა ქვია მეორეს Eagle Hills-ზე ან რომელიმე მსგავს კომპანიაზე არც ერთს მე აუგად არ მოიხსენიებ, ახლა ინვესტორები არიან და უნდათ სასტუმროს გააკეთებენ იქ თუ შესთავაზებს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში სასტუმროს პირველ კორპუსში მაგალითად გაკეთებას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში სასტუმროს გაკეთებას და უნდა რა ვიცი ნებისმიერ რამეს, კაზინოს პირობითად ლაპარაკობ, მაგრამ და შემოსავალიც ექნება საქართველოს, მაგრამ ამით ხომ საქართველოს ისტორიას ერთის მხრივ და მეორე მხრივ იდენტობას კარგავს. მე ამ თემაზე სულ არ მინდა ახლა გაგრძელება, მაგრამ უბრალოდ რაღაცა სიტყვა მოიტანა, ამიტომ რაღაცა ვაჟა ვახსენე, ამიტომ ვამახვილებ მასზე ყურადღებას. რეალურად ჩვენ საუბრობთ ლასამ გელაძეზე, რომელმაც ჩასძახა, როგორც დათო წერს, ილიას, აკაკის და ვაჟას. სინამდვილეში ამის გაკეთება აკაკი წერეთელმა ანდერძად დაუბარა სოსიკო მერკვილაძეს, მაგრამ ლასამ გელაძემ ყველას დაასწრო. ისეთი დიდი ავტორიტეტი ჰქონდა, როგორც რევოლუციონერს, რომ მის პირად გაცნობაზე ლენინიც კი ოცნებობდა, რომ აღრაფერი ვთქვათ მაქსიმ გორკიზე, რომელიც ლასამ გელაძეს კუნძულ კაპრიზე იმდენ ხანს ეპატიჟებოდა, სანამ ამ უკანასკნელმა მართლა არ ჩააკითხა. 99 გვერდზე გადავდივარ. ქართველი რევოლუციონერები დანარჩენებისაგან სხვა თვალსაზრისითაც განსხვავდებოდნენ და მიუხედავად იმისა, რომ ლასამ გელაძე საერთაშორისო სახელის მქონე რევოლუციონერი იყო, ფრჩხილი გაიხსნა ბოლო სპარსეთში, ყაჯარების დინასტია ყავდა ჩამოგდებული, მაინც ისევ გულშვილ გურულად რჩებოდა ლასამ გელაძე. ციმბირში პატიმრობის დროს დედა დაესიზმრა თურმე და გამოეიპარა, ჩავიდა გურიაში, დედა მოინახულა და რომ დარწმუნდა, რომ ცოცხალი იყო, მხოლოდ მერე წავიდა
ბრიუსელის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ციმბრიდან ჩამოვიდა საქართველოში და მერე ბრიუსელში წასულა ეს კაცი. რამდენჯერაც დაიჭირეს, იმდენჯერმე გაიქცა, ან გაიპარა და ბოლოს 1925 წელს დატოვა საქართველო აჯანყების დამარცხების შემდეგ იგულისხმება 1924 წლის აჯანყება კაკუსასი დამარცხების შემდეგ ეს ალბათ ხაზგასასმელია ეს სიტყვა და ამაზე ვილაპარაკოთ რამდენიმე წუთში. სულ ბოლოს ნიცაში ცხოვრობდა და მოგონებებს წერდა დაკრძალულია ლეველში. პარიზში რამდენჯერაც მიტინგებზე მამა არჩილ დავრიშაშვილი დავინახე, იმდენჯერაც ვლასამ გელაზე გამახსენდაო წერს დათო ურაშვილი. აქ ახსენებს დათო 24 წლის აჯანყებას. 1924 წელს კაკუსა შოლოხაშვილის რაზმი დამარცხდა მართლაც. კაცილებით უფრო მძიმედ დამარცხდა საქართველო 1921 წელს, მანამდე 3 წლით ადრე. დამარცხდა პირველი რესპუბლიკა და 2 წელიწადნახევრიანი თავგადასავალი ჩვენი დამოუკიდებელი საქართველოს თავგადასავალი შეწყდა 1991 წლამდე 35 წელიწადია. 9 აპრილს შესრულდება, ჩვენ კვლავ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ, თუმცა იგივენაირი გამოწვევების წინაშე ეს ვეება იმპერია, რომელიც მამინაცვალი მიგვადგას თავზე, ცდილობს ჩვენი სახელმწიფოს გაუქმებას და თუ მაშინ 2 წელიწადნახევარში მოახერხა ეს, ახლა უკვე 30 წელზე მეტია ჩვენ როგორღაც ვინ არჩუნებთ ამ დამოუკიდებლობას, თუმცა ვეება იმპერიას შემთხვევაში და ამჟამად და ამჯერად პუტინის იმპერიას საკუთარ განზრახვებზე ხელი სულაც არ აუღია, არც არასოდეს აუღია მეთქი ასე ვიტყვი, მაგრამ ახლა მით უფრო გავეშებული და გაავებულია და ამ ვეება იმპერიას ახლა რომ პარტნიორი ხავს ბიზინა ივანიშვილის სახით, ისეთი პარტნიორია მას იმპერიას, პუტინის იმპერიას ან რუსეთის იმპერიას ზოგადად არც არასოდეს ყოლია დღიდან დამოუკიდებლობის აღდგენისა. 18-21 წლებში ხომ არ ჰყავდა, კი ამიტომაც იბრძოლა, როგორც შეეძლო პირველმა რესპუბლიკამ, მათ შორის ქართველების წინააღმდეგ, სერგორჯონიკიძე, აბავინი იყო და მე-11 არენიაში ცხადია იყვნენ, ბოლშევიკი ქართველები, ანუ ქართულგვარიანი რუსები და ახლაც იბრძვის ის ვეება იმპერია ჩვენს წინააღმდეგ, ოღონდ ბიზინა ივანიშვილი ეგულება მთავარ, კი არა, მე მგონი ერთადერთ პარტიულად ხმები იმის თაობაზე, რომ აგე რუსეთმა შეიკრა დამატებით ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი თუ ნებისმიერი სხვა, მე მგონი რომ გადაჭარბებული კი არა, გვარიერად გადაჭარბებულია. საერთოდ ოკუპაციას ჭყალებში, სიკეთეების ჭყალებში მოაქვს, ასე ვიტყვი, ამათმა კომუნისტებმა ააშენეს სპორტის სასახლე, დინამოს სტადიონი, მეტრო, რავისი, ენგურჰესი, აქა-იქ კიდე რაღაცეები, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ოკუპაციას რა ჭყალებში სიკეთეების მოაქვს, იმაზე ბევრად უარესი მოაქვს, სწორედაც რომ თავისუფლების წართმევით, ამა თუ იმ ქვეყნისათვის, ამა თუ იმ ხალხისათვის, ჩვენ რომ დამოუკიდებლობა შეგვენარჩუნებინა ან დაგვეცვა, ან დაგვებრუნებინა 24-ში, ან დაგვეცვა 21-ში, მოკლედ ოკუპაცია, ანექსია რომ არ მომხდარიყო, საქართველო იქნებოდა ბევრად წარმატებული ქვეყანა, ვიდრე არის დღეს. დამოუკიდებლად იმისა, ენგურჰესი გვექნებოდა თუ არ გვექნებოდა, სპორტის სასახლე გვექნებოდა, მეტრო გვექნებოდა თუ არ გვექნებოდა, ცხადია გვექნებოდა, იმიტომ რომ სოციალ-დემოკრატების შემდგომ მოსული ხელისუფლებები როგორღაც მოახერხებდნენ და ასეთივე ენგურჰეს, მით უმეტეს რომ დასავლური ინვესტიციები, დასავლური ფული და დასავლეთი აქ იქნებოდა უხვად და მსუხეთ წარმოდგენილი, ცხადია საქართველოს ევროპულ სახელმწიფოდ გარდაქმნიდნენ. ამბავიც ის არის, რომ თუ მაინც და მაინც დღევანდელობაზე უნდა ვისაუბროთ, რომ ჩვენ რომ დავკარგოთ, რომ მოხდეს ისე, რომ დავკარგოთ დამოუკიდებლობა, ჩვენ გავჩანაგდებით, გავუბედურდებით და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რუსეთი ჭკუანასწავლი არც ერთ შემთხვევაში იმ რაღაცებსაც აღარ გაგვიკეთებს თუ გააკეთებს, რაც მან გაგვიკეთა თუ გააკეთა საქართველოში 70 წლის განმავლობაში 21-დან ვიდრე 91 წლამდე ყველა სფერო იქნება მოვერანებული, განადგურებული, იმიტომ რომ რუსეთმა როგორც ოკუპანტმა იცის რომ ეს ჩვენი სივრცე, ეს ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს იქცეს, გარდა იქნას არა განვითარებულ, მაგალითად ახალი საბჭოთა კავშირის შექმნის შემთხვევაში წინ წაწეულ სივრცე რესპუბლიკად,
არამედ უნდა იყოს დაჩაჩანაკებული, გაუბედურებული, რომ არც აღარასოდეს ქართველს აღარ მოუნდეს დამოუკიდებლობის აღდგენა და თუ აღადგენს დამოუკიდებლობას პირობითი 50 თუ 70 წლის შემდეგ საყრდენი არ იყოს არანაირი არც ენერგო დამოუკიდებლობის თვალსაზრისით ან ზოგადად ენერგო სისტემის მაგალითად თვალსაზრისით ან ასე შემდეგ და ასე საამაყოც არ უნდა ჰქონდეს ქართველს არაფერი. ახლა მე სხვაგვარად დავსვავ კითხვას. თეორიული მე მგონია რომ შენ დამოუკიდებლობას არ დავკარგავ, თუმცა ამ ტურბულენციაში ყველაფერია მოსალოდნელი ამათი გამოისობით. მაგრამ მაინც თეორიულად წარმოვიდგინეთ, ემან რომ დავკარგოთ დამოუკიდებლობა, ვინ რას ჩასძახებს ხსენებულ ლასამგელაძემ ხო ჩასძახა დამოუკიდებლობა, მოვიპოვეთ ილია ჭავჭავაძეს საფლავში და ჩვენ ვის რას ჩავძახებთ? ვის რას ვეუბნებით, როგორც წინაპრებს რას ვეუბნებით, ისე მომავალთაობებს, რომლებიც საქართველოში მაღალი ალბათობით არც გაჩერდებიან, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ერთიანად გაიკრიფება უცხოეთში, დასავლეთში, ასე მაგალითად რუსეთში, დასავლეთში, აღმოსავლეთში, შეერთებულ შტატებში თუ ვენესუელაში, ცხადია, ყველა არ გაიკრიფება, მაგრამ ვინც დარჩება იმათ, ან ვინც წავა იმათ, რას მეუბნებით მე, რა გავაკეთე იმისთვის, რომელი შემდგომი ნაბიჯი გადავდგის, აი იმისათვის, რომ დამოუკიდებლობა შეენარჩუნებია თქვენს სამშობლოს, თქვენს ქვეყანას, თქვენს სახელმწიფოს, რაც მეუბნებ. საქმეც ის არის, რომ ბევრი ჩვენგანი სამწუხაროდ ვერც ვერაფერს ეუბნება მომავალ თაობებს. მიტინგებზე დგომა კარგია, ვიდეოების ჩაწერაც, რასაც ახლა თქვენ ამდენად თვალყურს, ძალიან კარგია, არანაკლებ კარგია. სტატუსების წერა Facebook-ზე ძალიან კარგია, აღშფოთება ძალიან კარგია, შეშფოთება ძალიან კარგია ვუტრირებ, რასაც ვაჭრებ. სხვა კუთხით წარმოვაჩინე, ცოტა დამცინავად გულახდილი ვიქნები, მაგრამ ვაკეთებთ თუ არა მაქსიმუმს ჩვენ საიმისოდ, თითოეული ჩვენგანი, თითოეული მოქალაქე, რომ საქართველოს როგორც სახელმწიფო გადარჩეს, მაინც გადარჩება, მეთქი ვიტყვი ასე. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ხონჩით კი არ მივიღოთ მომავალი დამოუკიდებლობა ბიზნეს რეჟიმისაგან თუ რუსეთისაგან, არამედ მოვიპოვოთ დამოუკიდებლობა, როგორც ასეთი, როგორც მოვიპოვეთ გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში და დღევანდელი ეპოქა ძალიან საინტერესოც არის ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ ჩვენ უნდა გამოვგლიჯოთ რუსეთს, საქართველოს, ეს რომ ვიცოდეთ და არა მხოლოდ რუსეთს, არამედ რუსეთის აქაურ აგენტურას ბიზნე ივანიშვილის თავკაცობით და ჩვენ უნდა გქონდეს გამზადებული, მეთქი ასე ვიტყვი, მოფიქრებული უფრო ზუსტი რომ იყო, სიტყვები, რომლებსაც ჩავძახებთ წინაპრებს, ჩვენს მშობლებს, ჩვენს დიდ წინაპრებს ილიას, ამის დამოუკიდებლობას დამოუკიდებლობისათვის ვინც იბრძოდა გიორგი ანწუხელიძეს რაღაც უნდა ჩავძახოთ, რა გვაქვს პასუხი გიორგი ანწუხელიძისათვის, რომელიც არ არის ცოცხალი, თუ მისი შვილების ოჯახისათვის, რა უნდა ვუთხრათ, რომ აი შენ კი იბრძოდი, შენ კი არ დანებდი რუსეთს, მაგრამ ჩვენ გავმოვპაპუაშვილდით სამწუხაროდ, ან ვერ ვძლიეთ ვინმე პაპუაშვილსაც კი. ბიზნა ივანიშვილსაც თუ გულახდილები ვიქნებით, ძალიან უჭირს, მას აქვს ლეგიტიმაციის პრობლემა. ლეგიტიმაციის პრობლემა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. რაში სჭირდება მას ტაბლიაშვილის ან თქვენი ნებისმიერი თქვენგანის აღიარება? რაში სჭირდება რომ არ იყოს არც ერთი ქართველი, აღარ იყოს არც ერთი ქართველი ქვეყნის შიგნით, რომელიც მის ლეგიტიმაციას ეწინააღმდეგება არ აღიარებს. იმიტომ რომ ბიზნა ივანიშვილს სჭირდება სიტყვის თქმა ისტორიისათვის, რუსეთს სჭირდება უფრო ზუსტი რომ ვიყო. 30-40 წელიწადში, ჩემი აზრით, თუ დავმარცხით 30-40 წელიწადში ამ ეროვნული იდენტობის გამოკვეთის პერიოდი აღარც დადგება. ვითარება არ შეიქმნება საერთაშორისო მათ შორის, სხვა გამოწვევების წინაშე იქნება სამყარო, მსოფლიო. მაგრამ ემან სხვაგვარადაც რომ მოხდეს და იყოს ეროვნულ იდენტობაზე, სახელმწიფოებრიობაზე ზრუნვის თუ ფიქრის, სახელმწიფოზე ზრუნვა ფიქრის პერიოდი რომ დადგეს, რომ განმეორდეს. სახელმწიფოს მოპოვების პერიოდი რომ დადგეს, განმეორდეს, რუსეთს სჭირდებათ არგუმენტი იმ პერიოდისათვის, სწორედ აი ესეთი 50 წლიანი გათვლა აქვთ. რუსეთს სჭირდებათ თქმა იმისა, რომ ჩვენ, ანუ რუსები,
რას შუაში ვართ. თქვენ ტყავდათ კანონიერი ხელისუფლება, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო, რომელმაც საქართველო დათმო, ან რუსულ თარგზე მოჭრა 50 წლით ადრე, 2025-ში, 26-ში, 30-მდე სადა გვაქვს რომ, მაგრამ პირობითად ვამბობ 26-27-ია სულ მაქსიმუმ ისტორიის მიერ ჩვენთვის განკუთვნილი დრო იმისთვის, რომ ჩვენ გადავრჩეთ როგორც სახელმწიფო. რუსებს სჭირდებათ სწორედ ამის თქმა 2000 პირობითად 77 წელს. მომავალ რუსებს უნდა ჰქონდეთ ეს ბჭყალებში არგუმენტი, რომ საქართველოს თავისი დამოუკიდებლობა თავისი ნებით დათქვა. ამიტომ ეს მხოლოდ ტაქტიკური ნაბიჯი არ არის ჩვენი მათი არაღიარება. ეს არის სტრატეგიული ნაბიჯი და ჩვენ სტრატეგიული აზროვნება უნდა ვისწავლოთ. ჩვენ უნდა როგორღაც წარმოვიდგინოთ საკუთარი თავი 50 წლის შემდგომ, ვინც დაიბადება თუ ვინც იქნება აქტიური მათ ადგილზე და იმათი თვალსაწიერი და იმათი თვალთახედვი და იმათი თვალიდან უნდა გადმოვხედოთ 50 წლის წინანდელ ქვეყანას და იმათ უნდა ჰქონდეთ, ანუ მომავალ თაობებს უნდა ჰქონდეთ მყარი ნიადაგი რუსეთისთვის საპასუხო ამგვარი წინადადება, რომ წინაპრებს, ანუ დაბლიაშვილს და დაბლიაშვილი რაღაც 50,000-ია, დაბლიაშვილს და ამ თაობას, ამ გენერაციას სულაც არ დაუთმია საკუთარი სახელმწიფო ნებით და არათუ ნებით, ანუ შეგეწინააღმდეგ, არამედ თქვენს აგენტებს, თქვენს აგენტურას კანონიერადაც კი არ მიიჩნევდა. 1918 წლის დამოუკიდებლობის აქტში ბევრი არ აქცევს ამას ყურადღებას და მე კი მივაქცევ თქვენის ნებართვით პირველად ჩემს საჯარო გამოსვლებში პირველად გავამახვილე ყურადღებას ამ საკითხზე. უამრავი რამე წერია, უამრავი საინტერესო რამ წერია, არის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი და ნახეთ რა წერია, დავაზუმოთ და როგორი წინადადება ჩამოყალიბებული 1918 წელია. მრავალ საუკუნეთა განმავლობაში საქართველო არსებობდა როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფო, ვერ მიედავები ტექსტის ავტორს, რასაკვირველია. და აქ არის საკამათო ერთი დებულება. მე-18 საუკუნის დასასრულს ყოველი მხრით ტყისგან შევიწროებული საქართველო თავისი ნებით შეუერთდა რუსეთს იმ პირობით და მე უკვე განმარტებულია, რომ რუსეთი ვალდებული იყო საქართველოს გარეშე მტრისაგან დაეცვა, თუმცა ვალდებული რუსეთი თვლად მე-18 საუკუნის დასასრულს 1793 არ იგულისხმება, რომ საქართველოს არ შეერთებია რუსეთს 1793 წელს გეორგიევსკის ტრაქტატი არ არის შეერთების აქტი, რომ ვიცოდეთ. შესაძლოთ და მაღალი ალბათობით იგულისხმება 1800-1801 წელი, თუმცა მე-18 საუკუნის დასასრულია კი იცი, აკითხავთ ხსენებული და რაც მთავარი საკამათო ამ აქტის ავტორებთან არის, რომ თავისი ნებით არც 1793 წელს, მეთქი ასე ვიტყვი, ამით უფრო 1793 წლიდან 17-18 წელიწადში საქართველოს თავისი ნებით არ შეერთებია. მტრისაგან შევიწროებული საქართველოს თავისი ნებით შეუერთდაო, არ შეერთებია რუსეთს. ამგვარი შეცდომა, მე მიმაჩნია, რომ ეს შეცდომა ჩვენ არ უნდა დაუშვათ. ჩვენ არ უნდა ვათქმევინოთ, არც არავის არ უნდა ვათქმევინოთ, რომ ჩვენი ნებით დავთმეთ საქართველოს დამოუკიდებლობა, საქართველოს სახელმწიფო. ახლა ერთი დეტალიც, რომელიც ყაველაშვილს ეხება. წინა ვიდეო ბლოგში აღნიშნე და ახლაც გავიმეორებ. ისი თქვენ რომ იტალიაში მყოფი საქართველოს პრეზიდენტად წოდებული ბანდიტი მიხეილ ყაველაშვილი დერეფანში და რეალურად მართლა დერეფანში ამას კი არ ვაჭარბებთ. კი არ ვიგონებთ. კი არ ვიტყუებით. რეალურად სწორედაც რომ დერეფანში გადაეკვეთა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯეი-დი ვენსს. გადაეკვეთა კაცო. როდესაც დაინახავ ჯეი-დი ვენსს, მას კი არა მე რომ ყოფილიყავი იმ ფორუმზე, მეც მექნებოდა ცდუნება, რომ ჯეი-დი ვენსისაკენ წავსულიყავი გაშლილი ხელით. და ცხადია კულტურული კაცია, ვიცე-პრეზიდენტი და მეც ჩამომართმევდა. მე ვიღაცას დავავალებდი ჩაბაკარტოჩკე მეთქი უკაცრავად რუსულისთვის.
ანუ ფოტო გადამიღებთ კი და ეს ფოტო კადრიც იარსებებდა. ამათ აქვთ ლეგიტიმაციის პრობლემა და ეს კადრიც, ეს შეხვედრა, ეს 20 წამიანი შეხვედრა ხელის გაწვდენა ამ ლეგიტიმაციის პრობლემის მადასტურებელია. მათ სჭირდებათ ფუტრირებს ხადია, მაგრამ სელფი ჯეიდი ვენსთან ან ნებისმიერ პირთან. კობახიძე მაკრონს რომ ხვდება, ხო გახსოვთ აი 30 წამით 30 წამით რომ შეხვდება სადღაც ფორუმზე. იმიტომ ხვდება კობახიძე მაკრონს და იმიტომ გვაჩვენებენ ამას, რომ წარმოაჩინოს თითქოს რა კავშირები, რა ურთიერთობა აქვთ ამ შემთხვევაში თუ იმ შემთხვევაში ევროპის ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფოს ლიდერთან. ყაველაშვილი სწორედ ამიტომ გადაეკეთა ან მიეჭრა ჯეიდი ვენსს. არა და ჯეიდი ვენსმა თქვა ირანზე, წინა ვიდეო ბლოგში თქვი და ახლაც გავიმეორებ და სულ გავიმეორებ ამას. ირანთან დაკავშირებით თქვა ამგვარი საოცარი რამ. საოცარი ქვეყანაა ირანიო. იქო ხელისუფლების წარმომშინა არც განმოგცემ. იქო ხელისუფლების წარმომადგენლები არიან, გან არ არიან, მაგრამ ერთადერთი პირი წვეთს იმ ქვეყნის, ანუ ირანის საშინაო და საგარეო საქმეებს. ჯეიდი ვენსს ვიყოთ გულახდილები, არ უთქვამს ეს საქართველოზე. მაგრამ თუ იქნებით გულახდილები, იგულისხმება მათ შორის საქართველო. გაგიკრიბდებათ და იგულისხმება საქართველოც, ანუ საჭიროების შემთხვევაში საქართველოზეც იტყვის ჯეიდი ვენსი ამგვარ ან ნებისმიერი პირი შეერთებული შტატებიდან, თუ მაინც და მაინც შეერთებული შტატებიდან სიტყვა არის ავტორიტეტული და მნიშვნელოვანი ჩვენთვის, შეერთებული შტატებიდან ნებისმიერი თანამდებობის პირი იტყვის ამგვარ სიტყვას. ყაველაშვილი სელფს გადაიღებს თუ ფოტოს გადაიღებს, ანუ ჩაკარტოჭკდება თუ არა ჯეიდი ვენსთან, ეს უმნიშვნელოა. მთავარი არის რა პოლიტიკას ატარებს ყაველაშვილის ნაჩალნიკი, რომელსაც აქვს ჯერ ეგეთი ლეგიტიმაციის პრობლემა, მაგრამ ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს არა მხოლოდ იმიტომ, ეს კარგად უნდა აღვხსნათ, რომ 26 ოქტომბერს არჩევნები გააყალბა, არამედ იმიტომაც, რომ მას შემდეგ, მანამდეც და მას შემდეგ განსაკუთრებით, მან საქართველოს თავი ადურთინა რუსულ ნეხში და რუსულ ნეხში თავ ნადურთი საქართველო, ბუნებრივია საქართველოდ ვერ იწოდება და ვინც ამ თვალსაზრისით დააღალატა მომავალი თაობები, დღევანდელი გენერაცია, ან წინაპრები ილიას ჩავძახებთო ტურაშვილი, რომ გავიხსენოთ, ხო? ისევ და ისევ. ხო, ტურაშვილის პარიზული როგორ ქვია, ეხლა ვეგეტყვით, გახსოვე გვერდი და ესე იგი ამას ამქვეთავს ქვია პარიზის ქართული ეკლესია, ხო? ჩასძახაო გელაძემო, ლასამ გელაძემო, ილია ჭავჭავაძესო, რომ ჩვენ გამთავისუფლდითო, ისინი ღალატობენ როგორც წარსულს, ისე აწყოს, ისე დღევანდელ გენერაციას, ისე მომავალს. რატომ გამექცა ახლა ამისკენ სიტყვა? ბიძინა ივანიშვილი ღალატობს ეს ერთი და მეორე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, კარგად უნდა გავისიგრძეგანოთ ჩვენ, კარგად უნდა მივხვდეთ, რომ ბიძინა ივანიშვილის ლეგიტიმაციის პრობლემა ბიძინა ივანიშვილს აქვს არა მხოლოდ იმის გამო, რომ 1.100.000 ხმა არ მიუღია, ანუ გააყალბა, არამედ იმიტომაც, რომ ლეგიტიმაციას მას არ აძლევენ, მოდი ასე გეტყვით. მომავალი თაობის წარმომადგენლები, აი რომ დაიბადებიან და წარსულსაც გარდაცვლილი წარმომადგენელი ილია ჭავჭავაძე, თუ სწორედ გიხსნით, არ აძლევს ლეგიტიმაციას მიხეილ ყაველაშვილს თუ უფრო ზუსტი რომ იყო ბიძინა ივანიშვილს. ილია ჭავჭავაძისათვის ლეგიტიმური არ არის არც ერთი ხელისუფალი, რომელიც საქართველოს ინტერესებს არ ემსახურება. ვერ გითხავთ, ცხადია, მესმის, რასაც პასუხობთ, მაგრამ ცოტა ფართოდ გაახილეთ თვალები და ცოტა ფილოსოფიურად იმსჯელეთ, იფიქრეთ და იმსჯელეთ ამ საკითხზე. დასასრულ შემიძლია ვთქვა ერთი რამ. და ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი მოსაზრებით. ახლა მსოფლიოში არის დიდი ტურბულენცია, დიდი ქაოსია, მეთქი ასე ვიტყვი. დიდი ქარტეხილებია, დიდი ქარიშხალია, დიდი თუნდაც ვთქვათ აჯაფსანდალია. ახლა თავიდან ეს მოხდა 40-იანი წლების დასაწყისში. ყალიბდება მსოფლიო, გასული საუკუნის 40-იანი წლების დასაწყისში ეს მოხდა 55-დან რომ მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან, მერე შეიქმნა ნატო, მერე შეიქმნა ევროკავშირი და ასე შემდეგ და მერე აშენდა ბერლინის კედელი 60-იან წლებში. ახლა ამგვარი და ვინც იცის და იქნება უფრო საინტერესო ერთის მხრივ და მეორეს მხრივ უფრო დრამატული, თუ გრებავთ ასე ვიტყვი, ეპოქა არის და პროცესები მიმდინარეობს.
ახლა წდება მომავალი 100 წლის განმავლობაში მინიმუმს გეუბნებით. მომავალი 100 წლის განმავლობაში როგორ იქნება სამყარო, ვინ სად იქნება, რომელი ქვეყანა, რომელი ქვეყნის რომელი საზოგადოება და ასე შემდეგ. ჩვენი ეროვნული ამოცანა არის ამგვარი ჩვენი, ანუ ქართველების, იმიტომ რომ იმათ ვინც ახლა კანცელარიაში, მთავრობის სასახლეში არის გამაგრებული თუ პარლამენტში ქართველებად ცხადი არ მივიჩნევთ. ჩვენი ეროვნული ამოცანა არის რომ მომავალ თაობებს ვუთხრათ, რომ საქართველო ვართ ჩვენ. და ეს ან ამათი ნებისმიერი გადაწყვეტილება, ამათი ნებისმიერი ეს გადაწყვეტილება არის საქართველოსთვის მაზიანებელი, რომ იქნება და ან ემანდ რომ მოხდეს და დავმარცხდეთ ჩვენი გენერაცია. ანუ აგურს-აგური ვერ დავადოთ და ვერ გავიმარჯვოთ ძალიან მძლავრი რუსეთის და მისი მძლავრი აქაური დამქაშების წინააღმდეგ ბრძოლაში, მომავალ თაობებს მაინც კონდეთ საყრდენი ფუნდამენტი, საძირკველი. ასე უნდა აქვს და გადავჭიმოთ ეს. სხვა გამიქცევა ეხა სიტყვა ხაზები ნიკოლოზ ბრათაშვილიდან კი არა, მანამდელი პერიოდიდან, მაგრამ ნიკოლოზ ბრათაშვილიდან ვიყვით უბრალოდ ნიკოლოზ ბრათაშვილიდან მომავალ დაასაბადებელ, რომ დაიბადებიან იმ ნიკოლოზ ბრათაშვილებამდე, სხვა შვილს ამ რამდენიმე ხნის წინ ვესალმები ამ ახალგაზრდა კაცს და უფრო ახალგაზრდა კაცის მშობლებს, უფრო დროს 3-4-5 წლის ბავშვი ვნახე. აქვე სახლთან ჩემი უმცროსი გოგო ყავდა ჩაყვანილი სკვერში. და მის თანატოლები ერთობიან მასთან ერთად და მე გამოველაპარაკე ერთ-ერთ მშობელს, რა ქვია თქვენს ვაჟს მეთქი ახალგაზრდა კაცს და ამ გოგომ მითხრა ტატო ჰქვიაო და მეთქი მსნაური კი არა, იშვიათი სახელია მეთქი და გამიკვირდებათ და გვარსაც გეტყვითო და მითხარით მეთქი და ტატო ბარათაშვილიო. ნიკოლოზი კი არ დაუქმებია და უქმებია სწორედაც ტატო. და მე ვიცოდიო რომ ბიჭი გამიჩნდებოდაო და ისიც ვიცოდიო, ნუ ბარათაშვილზეა ეს გოგო აოჯახებული და ისიც ვიცოდიო რომ ბიჭი გამიჩნდება და უნდა დაამერქმიაო, ვიცოდიო რომ ამერქმია უნდა სწორედაც რომ ტატო. მოკლედ ყველა ტატო ბარათაშვილს გაუმარჯოს წინას და მომავალ თაობებსაც და დაბადებულებსაც და არა მხოლოდ ტატო ბარათაშვილს, არამედ ყველას ვინც საქართველოს სადარაჯოზეა, ხოლო ბიზინა ივანიშვილი საქართველოს სადარაჯოზე რომ არ არის, ამაზე ახლა ნუღარ მალაპარაკებთ. ბიზინა ივანიშვილი რუსების სამსახურშია. ისტორია უკვე იტყვის, ისტორიამ უკვე თქვა ეს და მომავალში იტყვის და ეს არის რომ შლის მას კიდევ დაბადებით ახელვებს, აფორიაკებს, ანერვიულებს, აფსიხებს. მან იცის რომ მომავალ სახელმძღვანელოებში, ისტორიის მომავალ სახელმძღვანელოებში ჩაიწერება ასე რაღაცა საქართველოს მოღალატეთასია, ასეული. პირველ-მეორე ადგილებს გაიყოფს და ჩემი მოსაზრებით პირველზეც გავა და მეორეზე კი თავს ადურთინებს, გადაისვრის სერგორჯონიკიძეს. ამიტომ დგავართ იქ, სადაც ქარიშხალია გრიგოლიჩ. ამიტომ კიდევ გადავშალოთ ტურაშვილის ციგნი. პიკასოს სინათლე, ჟან რიშარი, თვითავებია, ბოლოკი, თინა კობახიძის სიზმრები, მატანი, თელავის სიზმარი, კაცი, რომელიც დააკლდა პარიზს. მიშელ ვოდეს სიზმრები, ეგვიპტური სიზმრები მანამდე, ანა კალანდაძის სიზმარი. რომელ თქვენგანს აქვს საკითხული ქართული ოცნების წარმომადგენლების მიმართ ანა კალანდაძის ლექსები? არც ერთს.